ქრონიკის ექსკლუზიური რეპორტაჟი აფხაზეთიდან ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას სახლი გაძარცვეს. ცნობილი ფეხბურთელის დედა ყვება, რომ მათი საცხოვრებელი სახლი აგურ-აგურ დაშალეს. 80 წლის მოხუცი ერთადერთია, რომელიც შვილის საფლავს პარტნიორობს. დარასელიას ოჯახი თბილისში და ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას ვერ ახერხებს. ნახეთ კადრები ოჩამჩირიდან ინტერვიუ მერი დარასელიასთან და კითხვები, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენას ეხება. ეს არის ვიტალი დარასელიას საფლავი ოჩამჩირეში, რომელიც ქართულ ტელეეთერში 1992 წლის ომის შემდეგ პირველად მოხდა. ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მემორიალსა და საფლავს ახლა მხოლოდ 79 წლის დედა პატრონობს. მერიბჟანია დარასელია ყვება, რომ მემორიალი ერთადერთი ადგილია, რომელიც მძარცველებს გადაურჩა. სახლი, სადაც საბჭოთა კავშირის ქართველი ჩემპიონი ცხოვრობდა, ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი ნაწილებად დაშალეს. Нету возможности деньги платить дворщику. Ფული უნდა ყველაფერს, საფლავის დაალაგებას, დასუფთავებას. მე 1 წლის შემდეგ 80 წლის გავხდები და აღარ შემეძლება. ჩემი შვილი სახლ-მუზეუმი კი გაძარცვეს, სულ აგურებად დაშალეს. აღარაფერი დარჩა. ჩემი უმცროსი შვილიც დაიღუპა, ისიც აქ არის დასაფლავებული. ეს არის მერიბჟანია დარასელიას პირველი სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც შვილის დაღუპვის შემდეგ ჟურნალისტებს მისცა. ქრონიკისათვის განკუთვნილ ვიდეო მასალაში აფხაზი ეროვნების ქალბატონი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარს არ ერიდება და ამბობს, რომ მისთვის ქართველები და აფხაზები ერთიერია. Абхазии, Грузинии он не разбирала. Я и сейчас тоже не разбираю. ჩემი შვილისთვის სულ ერთი იყო აფხაზი და ქართველი. ის მათ ერთმანეთისგან არ ასხვავებდა. მე დღესაც ასევე ვფიქრობ, ქართველები, აფხაზები ეს ხომ ერთია. ჩემი შვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ამ ურთიერთობების აღდგენაში ხიდი იქნებოდა. საოკუპაციო საზღვარმა დარასელიების ოჯახი ორ ნაწილად გაყო. ცნობილი ფეხბურთელის დედა აფხაზეთში, მეუღლე და შვილები კი თბილისში დარჩნენ. დღეს მარინა მამალაძე მეუღლის საფლავს ომის შემდეგ ქრონიკის სტუდიაში პირველად ხედავს. იცის, რომ სახლი, სადაც საბჭოთა კავშირის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ცხოვრობდა, ძარცველებმა მიწასთან გაასწორეს. ფიქრობს, რომ ვიტალი დარასელია ამას არ იმსახურებდა. მარინა მამალაძეს აფხაზეთში ჩასვლა უნდა, მაგრამ იცის, რომ ამისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. ვიტალი დარასელია თაობამ უნდა ეცოდეს, ხო, ვინ არის გმირები? აჰა, ნუ გასწეს 500 კაცი თუ არის, ხო? საქართველოში ასეთი ხო. ყველას მე მგონი სხვანაირი პატივცემა ჭირდება. მე კი მინდა წასვლა, მაგრამ როგორ წავიდე? ამასენდა როგორ წავიდე? ეს არის ოჩამჩირის სტადიონი, რომელიც ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. ის დღემდე ერთადერთი ობიექტია, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში დანგრევასა და ძარცვას გადაურჩა. ქრონიკისათვის განკუთვნილ ექსკლუზიურ ინტერვიუში დარასელიას სახელობის სტადიონის დირექტორი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დრო ყველაფერს შეცვლის. ეს არის დიდი აფხაზი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საფლავი. ის არის აფხაზური ფეხბურთის სიმბოლო. მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ბონდო კაკუბავამ. მე ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც აფხაზებსა და ქართველებს შორის ასეთი სიტუაცია შექმნილი, ეს არ არის სამუდამო. ჩვენ შორის ურთიერთობებს წლები აღადგენს და დაათბობს. ვიტალი დარასელიას დედა შვილის საფლავთან ერთად ოჩამჩირეში უპატრონოდ მიტოვებული ქართველების საფლავებსაც უვლის. 79 წლის ქალბატონი ამბობს, რომ ეს მისი ვალია. ბოლოს მერი დარასელიამ ქართველი მამაკაცის გვარად მანიას საფლავი აღმოაჩინა. მოაპირკეთა და ახლა მასაც პატრონობს. სპეციალურად ქრონიკისათვის გადაღებულ ვიდეო მასალაში ოჩამჩირის სანაპირო ზოლის ერთი ნაწილიც მოხდა. ეს არის ადგილი, სადაც რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ჯერ სამხედრო ტექნიკის განთავსება ვერ მოასწრო.